ქრისტიანობას, იუდაიზმსა და ისლამს კრეაციონისტული ტიპის რელიგიებად მიიჩნევენ, რადგან ისინი ძველი აღთქმისეულ შესაქმნის ისტორიას ეფუძნებიან, რომლის მიხედვით ღმერთმა ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე თავისუფალი ნებითა და სიყვარულის კარნახით არაფრისგან ex nihilo შექმნა სამყარო. რაკი კრეაციონისტული მოდელის მიხედვით ღმერთმა ადამიანი მისი არსისგან კი არა, არამედ არაფრისგან შექმნა, ადამიანი არ არის ღვთაებრივი არსის ნაწილი ან მისი აჩრდილი. ის ღმერთისგან დამოუკიდებელი, თავისუფალი და პიროვნული არსებაა. ღმერთი პატივისცემს ადამიანის თავისუფლებას, არავის აიძულებს მის სიყვარულსა და მორჩილებას. როგორც გამოცხადებაშია ნათქვამი, აჰა კართან მდგავარ და ვაკაკუნებ, ის ძალით არავისთან იჭრება. ასეთი პატივისცემის პირობებში ორ თავისუფალ პიროვნებას შორის ურთიერთობა ნებაყოფლობითი კონტრაქტით იწყება. სიტყვა კონტრაქტ ძველ ქართულად აღთქმა შეესაბამება. ღმერთი წყალობას აღუთქვამს იმ ადამიანს, რომელიც მის ცნებებს აღასრულებს. საერთო კრეაციონისტული ბუნების მიუხედავად, ქრისტიანობასა და დანარჩენ ორს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. ქრისტიანობა არ რჩება კონტრაქტულ რელიგიად. ის ამტკიცებს, რომ ღმერთს ადამიანი ცნებების მორჩილებისთვის არ შეუქმნია. ეს მორჩილება არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ადამიანი მადლისმიერი გახდომისთვის შეიქმნა. გახდომის შესაძლებლობა ღმერთის განკაცება მისმა მკვეთრით აღდგომამ და ადამიანური ბუნებით ზეცად ამაღლება მოიტანა. მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის გასახვდებად აუცილებელია სინერგია, ანუ ურთიერთ სიყვარულზე დაფუძნებული ღვთაებრივი და ადამიანური ნების თავისუფალი და მისტიკური თანამოქმედება. გახდომის შესაძლებლობამ ქრისტიანობა კონტრაქტულიდან სინერგიული ტიპის რელიგიად აქცია. ამ გადასვლის ლოგიკის საილუსტრაციოდ შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოვიდგინოთ, რომ მამა შვილს ფულს განათლების მისაღებად აძლევს. მაგრამ თუ დაინახავს, რომ შვილი მას ცუდ საქმეებში იყენებს, დაფინანსებას შეუწყვეტს, თუმცა შვილი ძველებურად უყვარს. ეს კონტრაქტის ლოგიკაა. მაგრამ თუ მამა დაინახავს, რომ შვილიც ისევე აფასებს და ესწრაფვის განათლებას, როგორც თვითონ, მათი ურთიერთობა თავისუფალ თანამშრომლობაში გადადის, რომელიც კონტრაქტის პირობებს კი აღარ ექვემდებარება, არამედ საერთო მიზნისკენ გულწრფელ მისწრაფებას. ეს უკვე სინერგიის საფეხურია. იუდაიზმი და ისლამი იესო ქრისტეს ღმერთად არ ცნობს და არც ადამიანის მადლისმიერ გახდობას აღიარებს. ამიტომ ისინი ბოლომდე კონტრაქტულ დონეზე რჩებიან. იუდეველის და მუსულმანის მთავარი რელიგიური ამოცანა არის მოსეს ჯულისა და შარიათის კანონების ზედმიწევნით აღსრულება და დედამიწაზე უფლის კანონებზე დაფუძნებული რელიგიურ სოციალური ყოფის დამყარება. ამ მსგავსების მიუხედავად მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს იუდაიზმსა და ისლამს შორისაც. იუდაიზმის შემთხვევაში ღმერთის კონტრაქტორი მთელი ეროვნული სხეულია, ისლამში კი თითოეული მორწმუნე, რადგან ავთენტური ისლამი ეთნიკური კატეგორიებით არ ოპერირებს. ამის გამოა, რომ იუდაიზმში მესიის მოსვლას ერთიანი ნაციონალური სხეულის ძალისხმევა უზრუნველყოფს. ამიტომ აქვს იუდაიზმში ფუნდამენტალური მნიშვნელობა ძლიერ ნაციონალურ სახელმწიფოსა და პოლიტიკურ ელიტას, სიონისტურ მოძრაობასა და ინტერნაციონალური პოლიტიკური და ფინანსური ელიტის დაქვემდებარებას ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად. ისლამის შემთხვევაში ჭეშმარიტი მუსულმანის ამოცანაა ყველგან ისლამის სახლი დაამყაროს, ანუ შარიათის კანონი გააბატონოს. ეს ასე იმიტომაა, რომ ქრისტიანობისგან განსხვავებით, ისლამის საერთო და რელიგიურ სამართალს მკვეთრად არ მიჯნავს ერთმანეთისგან და რაკი მთელი მიწა ალაჰს ეკუთვნის, მათი აზრით ყველგან შარიათის კანონი უნდა ბატონობდეს. ამ მიზნის მისაღწევად მუსულმანი ჯიჰადს მიმართავს, რომელიც ყოველთვის იარაღის ხელში აღებას არ ნიშნავს. ჯიჰადი პოლიტიკურ, დემოგრაფიულ და ემიგრაციულ სტრატეგიასაც გულისხმობს. ისლამში პოლიტიკური ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იქედანაც ჩანს, რომ ისლამური წელთაღრიცხვის დასაწყისში უკავშირდება არა მუჰამედის დაბადებას, ან მის გამოცხადებებს, რაც ბუნებრივი იქნებოდა ქრისტიანული თვალსაზრისით, არამედ მუჰამედის მექადან მედინაში გადასახლებას, სადაც მან პირველ ისლამურ თეოკრატიულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. რომ შევაჯამოთ, რაკი ქრისტიანობა ადამიანის მადლისმიერ გახდობაზე, მის შინაგან ფერისცვალებაზეა ორიენტირებული, ის მკვეთრად განყოფს ერთმანეთისგან საკრალოსა და პოლიტიკურს. ქრისტე ითხოვს კეისარს კეისრისა მივცეთ, ღმერთს კი ღვთის. მაშინ, როდესაც იუდაიზმსა და ისლამში პოლიტიკურ ძალისხმევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რელიგიური მიზნების მისაღწევად. ეს მიზანია მათ რელიგიურ პრინციპებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის დამყარება.